ესპერ გალერეაში კი შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის ნინო გამსახურდიას ნამუშევრების გამოფენა დაიხურა. ერთი თვის განმავლობაში დამთვალიერების შესაძლებლობა ჰქონდა ხელოვანის რეტროსპექტული ნამუშევრებს გაცნობოდა. მხატვარმა მუზეუმის დარბაზში სამხატვრულ სივრცედ დაყო მისი თითოეული ნამუშევარი ბუნებრივი მასალით. ხელით არის შესრულებული. ერთი თვის მანძილზე 4 კვირა გრძელდებოდა ეს გამოფენა. ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა ჩემს ცხოვრებაში საერთოდ. იმდენად რამდენიც 33 წელია ვცხოვრობ შვეიცარიაში, არ ვარ საქართველოში და ჩემთვის იყო ძალიან პასუხისმცემელი და ძალიან ამაღელვებელი ეს გამოფენა. ყველა მნახველს შეუძლია ხელით შეეხოს, არაფერი არ დაზიანდება, არაფერი არ მოუვა. პირიქით, ხელით შეხებით, თქვენ ასევე შეგიძლიათ იგრძნოთ ეს ენერგიები, ის ძალა, რომელიც არის ამ მასალის სახით ჩადებული ამ ნამუშევრში. ეს არის ძალიან საინტერესო გამოფენა, რომელიც ნახველს განსაკუთრებული ფერების გამოცდილებაში ამოგზაურებს. ეხლა აქ ორ ხედავთ სხვადასხვა ფერის ფონზე წინ სხვადასხვა მეტალები, ოქრო, ვერცხლი, თეთრი ოქრო და ეს ძალიან სხვანაირ გამოცდილებას ქმნის და მე ვფიქრობ, რომ ეს მნახველისთვის უნიკალური და საინტერესო არის.